ვაგრძელე პოლიციის ცხოვრება ჯეტია ხუჩიდან. დღეს ჩემს საყვარელ საქმეზე მივდივარ. ტუნდულების დახვრიტაზე არა. თქვენს მეგატავრებით ბიჭო, გეყოთ და ნერვები არ მომიშალოთ. აბა რა მოგივიდა ბიჭო წინაზე. მოკლედ ეხლა ესენი იღებებიან მურთაზას წინაზე რაც მოუვიდა რა და ეგ ალბათ კარგად იზით ყველამ. ნუ აბაზრებთ ბიჭო, კუნთში მომხდა, კუნთში და გულე წაგივიდა რა. ო, საზრაბოს მაგივრად რომ მეხანძრები გამოიგზავნე. მეხანძრები გამოაგზავნე. მოკლედ რა უყონთ ეს თუ ეხლა 10000 ლაიქს და დააჭერეთ აბლა წითელ subscribe ლაიქს რომ ამ არხზეც პაუზები აღარ გქონდეს, იმიტომ რომ subscribe-ს და like-ს თუ არ აჭერთ ეხლა ვიდეოები ვერ იდება რა. წითელ subscribe-ს ყოლამ გამოიწერეთ არხი. რა თქვი? გაი ხო, მეც მინდა ხოლმე ვიდეოებში გამოიჩინა და მაგითო რა მეტი subscribe-ი შემოვარხს და მეტი კაცი გამოიწერს და მეტი like იქნება, მეტ ვიდეოს ადებ ჩემთან ერთად და მე ლატაო მეც რა. კაროჩე რა, დაჯე წავედით ეხლა კეტოზე ეხლა მოკლედ დღეს იასამნისფერები არა, დღეს უკვე მწვანეები ყოვსასარეიდებელი და ყვითლები. მურთაზ ურთხელდი მურთაზ. ოპა, ლამის მეტროს დავარტყი აქ. წინ იყურე ბიჭო, წინ. გაიხედე, გამოიხედე, კაციშვილი არ მოდის წავედით. მურთაზას სასწავლებელი რო გამიხდა მოკლედ ტარება, მაგრამ წავედით რა და დღეს იმენა ქალაქში კრიმინალის დონე საგრძნობლად იკლებს დარწმუნებული ვარ, მაგრამ წინა ვიდეოს ვინც უყურეთ, ანუ 10-დან 7 კაცი ძალიან პატიოსანი იყო ძმაო. მწვანეები აქ არიან რა? აქ არიან მწვანეები, აქ ჯერჯერობით არაფერი არ ხდება ისეთი, აბა, ოპა, ეს რა ხდება? მოდი აქ ძმა, მოდი. გაჩერდი. გეყოს ბიჭო, აგერ გაჩერდი ერთ წახ. ვახ. მურთას მომიმზადე, ხა სროლას აგვიწყებენ. არა, ჯერ არა. სო, ძირს, დაკავებული ხარ ძმა, დაკავებული. კაი, არ მოსულო. ძირს დროზე. კაი, ეხავე. ამას უყურე აქ მანქანას იპარავ და კაკრას ფაგზე წავასწარით რა. მომინდო მაგ ძმა, მანქანის კურდობა. არა ძმაო, არა, არ ვიპარავდი არაფერს. ძმაო, ვიცით რო არა. მოკლედ ეხლა სანამ ამ კაცს გავშეკავდა მთელი ამბები, ერთი საინტერესო კომპანიის შესახებ უნდა გიამბოთ. Wingcraft არის გასართობი პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ საინტერესოდ გაერთოთ და თქვენი ბედის სადოთ, მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ მსგავს საიტებზე თქვენი ბედის და შეიძლება მოყვეს ფინანსური დანაკარგები და კარგად გაიაზრეთ ხოლმე სანამ მსგავს საიტებზე შეყვალთ თქვენი რისკები. ამ საიტის უპირატესობა სხვებთან შედარებით ის არის, რომ საიტზე რეგისტრაციისას გაძლევთ საკმაოდ დიდ ბონუსს და ყოველ დაბადების დღეზე გიგზავნით საჩუქრებს. მე პირადად მსგავსი თამაშების მოყვარული არ ვარ და არასდროს ქონია ინტერესი, მაგრამ ვინ ზოგადად იყენებს ბონუსის შესახებ მოგაწოდეთ ინფორმაცია და გმულიც ხოლო საინფორმაციო მიზნით არის აპინული და ეს ვიდეოც ემსახურება ინფორმაციის მოწოდებას დაინტერესებული ადამიანებისთვის. საიტის ინტერფეისი საკმაოდ მარტივი და საინტერესოა, საფურთი რაც ყველაზე მთავარია 24 საათის განმავლობაში მუშაობს და გიპასუხებთ ნებისმიერ კითხვაზე ნებისმიერ დროს. ბიჭო, რატო დამიჭერეთ რა? მე ერთი გაჭრიკეთ რა, ამას რამე ხوار უდევს ისეთი რომ გავაყოლოთ ეხა ეკიპაჟს რა ვიცი მანქანაში რამე არ მოიმოქმედოს. ნახოთ. აი, რა გვიდევს აქ? სერიოზული რაღაცა გიდევს, მა. შემეშვით რა. ეკიპაჟი გამოუშვით რა, დაკავებულია გეტოზე პიროვნება, მანქანის გაძარცვის ფაქტზე. ისე როგორ წავასწარით? არა, ბიჭო, ვერ ისვენებს ეს ხალხი რა. აი ნახე, ამას ეს ხა რაღაცა ვერ აქვს თავის რიგზე, მაგრამ ეხა კაი ხوار გავტენით მართლა რა, ამ წინასწარი დაკავების იზოლატორს. კაცურად გამიშვით ისე. ხوار გამიძარცოს, მე პროსტა საკეთან მივედი რა. გეყოს, გაგიშვა რა ის. ან ვაფშე რა მანქანებით ადიხართ, მე მეკონა პიკაპი მიდიოდა ჩოლე, რომ წოდნა რომ პოლიცია იყავით, მაგას გავაკეთებდი. აი, გაკრას ამ მანქანის დანიშნულებაც ეგ არის. წაიყვანეთ, წავედით ბიჭებო. კაია ესე ჩვენმა განყოფილებამ კაი რაღაც იფიქრა, რომ მსგავსი მანქანები შემოგვიყვანა რა და ვერ ხედავს ეხლა ტიპი რომ ეს სპეცები ვართ და რაღაცა და ხო ხდებია რა. ბეიდავს მაინცა. უცბად გამოხდები და ეგ არის, ჩააყუდე, წაიყვანე. დავაი, წავედით, ესე დავაკავით. ოხ, მურთაზა მიმენა იკასა. რა შვები შენ ძმა? ერთი წამი. მეგობარ, რა შვები? არაფერს? მოდი, აგე რა შვები ერთი წამი. ჩემი ძმა. გაჩერდი. არაფერს არ შვებოდი. ეხა იქ რა გეჩვენებოდა ბიჭო? არაფერს მეგონა გზაი. გზა გეკონა რა? საბუთე მომეს ერთ წამი შენი. გამომართვით, მაგრამ რა დავაშავო? არაფერი ეჭვი გამოიწვი ჩვენში. ჰედგანის ლიცენზია გაქვს? რამე ხوار გიდევს ჯიბეში? არა ძმაო, არა. აბარტი გაჭრიკეთ. რა პონდია თო? ანის კაცი სადგარბის. ბიჭო, რა ხდება ამ გეტოზე? რა არეულობაა თო? არა, იმ მანქანამ დაარტყა იგერლამის იმას. სერიოზული რაღაც გიდევს მოუჯიბეში. თავი გამანებე რა. ძაძადი გააჭერი შენ გზაზე. ნარკოზე ხوار გადაგვემოწმებინა. ვიცი, ამანებო თავი შევიშვათ რა, წასულა ჯანდაბაში. დავაი, დაჯექი, წავედით. რა შვება, კიდე იმის სტაჟიორი გამოუშვეს თუ მარცოწობა არა აქვს იმას, რასაკეთებ, შეხედე იმას, დალეცა მანქანა და აყირავ მთელი გეტო. რა შვება ესა თო? გადაუვარა ვიღაცის ახოდოკეს.
წავედი აქ ახლა სროლები ატყდება და მე კიდე მურთავს უნდა მოხდეს რაღაცა და არ მინდა მე რაც უნდა ის ვქნიოთ მე ახალი ეკიპაჟი გამოუშვან რა აი გადაწყვეტილება იქ მომეწონა მოგეწონებოდა აბა რა იქნება წავედი აბა ერთი ყვითლებისკენ გავუეჭრათ მაგათან ანუ რაღაცნაირ ადგილას აქვს რა ყვითლებს ტერიტორია რომ აი იშვიათად გიწევს იქით გასვლა აქეთ რო გამოდიხარ პირდა მწვანეებს ეფეთები რა გეტოზე და მწვანეები ხდებია ხელში და ნუ იასამნისფერები კლასიკური გეტოა აქ რა და ყვითლები ცოტა იქით არიან და ყველას ეზარება მაგათკენ გასვლა აქ ამ გეტოელებსაც ეზარებათ მაგათან ურთიერთობა ნუ მურთაზე ახლა როგორც ყოფილი ბანდიტი ახლა ხვდებით ისის ყველაფერი რა ნუ მე გადავები შენ ბიჭო გაგვატარე ერთი ძმა რა გაგვატარე წითელზე გადავიდა ეს ახლა მაგრამ წითელზე ხო არ გავეკიდებით ესეთი შავი მანქანით და კაი ჩავედით აქ და ვნახოთ ერთი ხომ შვიდობა არაფერი არ ხდება ისეთი სერიოზული არა კაცშვილი არაფერს არ აშავებს თავის პუნჩით განან აბირჟავებენ ის ახლა ქუჩაში სვავს მაგრამ კაი ხა სასმელის გამო ნუ დავიჯერთ თლად და მაგის გამო აქ პროვოკაციებს ნუ მოვაწყობთ რატო კანონი ყოველთვის არ არის აუ ეს ვინ არის თო ძმა რო შეგიცულო მეწყული არ შეიძლება გადაბიჭო აქედან მეც მაგას ვამბობ მაგრამ ვინ მიცვლის მა მეწყვილეს აი ერთი დავაკვირდეთ აბა ამათ მაგრამ არა ამათ რა უნდა დავაკვირდეთ წავიდეთ და სადმე აი ეს შეიძლება ეს არა აი ეგეროტიპი არის ის შეიძლება გავაჩეროთ გაგრას რაღაც ანისი დგას რა ნერვი მომშლად მიდი აბა გამარჯობა მეგობარო ვახ პოლიცია რა იყო ახალი მანქანები ყავთ ვიცი ვითხოვეთ რა შვები აბა რამე სხვა ვაშავებთ არა პატივცემულო ჩვენ რას ნოვაშავებთ დაშავებენ მწვანეები და აი ასამნისფერები თორე ჩვენ პატიოსთან ცხოვრობთ ძმა აი ხა ზედაპირულად დაგათვალიერებ და ვნახავთ ძმა მაგაში დარწმუნები პატიოსთან ცხოვრობ თუ არა მიდი ძმაო დამოთვალიერა პრობლემაა ნახე ბიჭო რა თამამად არის ვა ხოჩაღ ძმაო გეუნები ძმა გეუნები ჩვენ პატიოსანი ხალხი ვართ აქ მწვანეები აი ძმაო წადი მაშინ გაიარი ჯიგარი ხარ პარალელურ სამყაროში მოხდეთ ესეთი არაფერი არ გამიგიათო ალბათ ამიტომ არ გამოდიან აქ ტყვითლებისკენ წამოაბა ერთი ამათან მივიდეთ ახლოს ნახოთ რამე სერიოზული ხო არ აქვს ამათ აჯიბეში გამარჯობა ვა საიდან მოხვიდით ბიჭო რამდენი ხანია არ მინახე ხართ აქ ჩემი გაი აბა ბიჭო მომეცი აბა ჩემი აიდი ბარათი აჰა ძმაო გამომან ყველას რო აქვს ისე დიეგო მაჩადო მექსიკელი ხარ ჩიკიტას მოგცემ ახლა მე შენ ბიჭოზე ერთი ლაპარაკი რა გინდა ჩემი ბოლო გამაგებინე გაჩხრიკე რა ერთი მიდი რა პონტია ეს გაჩხრიკა და ამბებიტო ჰა არაფერი ნუ ნერვიულობ რამე კანონსაწონდო თუ რა გაქვს სერიოზული არაფერი და აჰა რევოლვერი გაქვს ბიჭო განგსტერები ვარ ჩვენ დიდი ამბობი ხარ რევოლვერი თუ მაგ რა დისპეჩერი ერთ წამით გადამოწმე ამას თუ აქ იარაღის ლიცენზია ვა ხო რომ მოწევთ ამას ერთი ძმა შენი ის თავიდან დრაივერ ლიცენზი ჰენდგან ლიცენზი მომიცი აბა თუ ესე ხარ რა გადავამოწმე ახლა მე რა ის ლიცენზია გამოვარ აი ეს ჰანტინგ ლიცენზიაო ბიჭო მონადირეს გავარ კაი მიდი შენი ის მომეც თავიდან ერთ წამ პირადობა აუ ძმო რა გამიხურე საქმე ვერ დავინახე წეღან არა აქ ლიცენზია თო იარაღის შენახვის ძმაო დაკავებული ხარ იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე აუ რა პონტია ჩემი რა იყო ბიჭო კეთოზე იარაღის დარებასაც გვიშლი ლიცენზია ქონდა ის მოდავ всё გამოუშვით რა ეკიპაჟი რა კეთოს დაკავებულია პიროვნება ამოღებულია ვინჩესტერის ტიპის იარაღი მოკლედ რა ის გამოგვიჭერეთ შენ მალე გამოხვალ აბა რას ვიზევ გადავიხდი მაყუც შენ მოდი აგერ ერთი წამი ჩემი ძმა კიბერში განჩიენ ზეღან რა ხდება ძმა მომეც ერთ შენი პირადობას რატო პირადობა მომეცი ბიჭო აგერ ერთ წამი რა ბიჭო წესიერ ველაპარაკი შენ რა თორე ამას კი აქ აგერ ჰენდგანის ლიცენზია წაიყვანეთ აგერ ეს სად არის მოდის ეგრე ნახე შუაგზაზე აჩერებენ ხოლმე მანქანებს მურთაც გაჩრიკე ერთი მიდი რა ბიჭო რა ხდება რა რეიდები მოაწყეთ ამ გეტოზე რა პონტია ესათო ის პონტია რომ ხალხს მოუს იმშვიდე და სწყნარა ენატრება არაფერი ამას სერიოზული შენ შეგიძლია გააჭრა ძმაო წავედით აუ ნახე დაუვარდა იმას ის რა იყო წიღან იყო და რაღაცაში ასკდა ამას იყო და დაუვარდა ეხლა პატიმარით შემი წავედით დავაი დაჯექით იყო მურთაზას იმენა წინან ადგილი ნაყივი აქ ისინი მაინც უკან შედიან ყოჩაღ ბიჭებო ყოჩაღ რაღაც გუნდურად მუშაობთ რა ხდება თო ეს რა არის ცებნილი პიროვნება შენიშნეს სად არ არის ლოკაცია აქ მითითებული მიიღო ერთი გამოძახება აი თავი გამანებე ძმამან სხვა ეკიპაჟი მივიდეს დისპეჩერი გამეუქმე რა გამოძახება რა აქეთ რა ხდება ერთი აქეთ რა საეჭოდ ყავთ ის მანქანები აქ აჩერებული აი ეს ტიპი იმენა არ მომწონს აქ რო არის ოპა სადაც ბანდების დაპირისპირებაა მიდი მალე მურთაზ შენ პრონიჟელეტე მოიხსენე და ახლა უკან გაიკეთე? გეყოს ბიჭო. აი, აგიყო ეხლა, თო წინაზეც ეგეთი რაღაცა მოხდა და ან რავი, მართლა არ გეხუმრები რა თავი დაიზღვე და ახლოს არ მოხვიდე X როლებთან. ვახ. მოვედით აქ რა ხდება? პოლიცია არის, აგერ ეკიპაჟი არის გაჩერებული. სროლები იყო უკვე აქ და აჰა.
დეტექტივები არიან აქ როგორც ჩანს მოსულები რა. როგორ მოხდა კი, მაგრამ მთელი დღე კეტოზე დავდივარ. არ ვიცი, შევიდეთ აბა ერთი შეგნით ნახოთ როგორც ჩანს აქ განგსტერული რაღაც გარჩევა იყო და ვიღაცა გააგორეს რა. გამარჯობოთ ბატონო დეტექტივო, როგორ ბრძანდებით? კარგად, მადლობა. როგორც რითი შემიძლია აბა ერთ აგეხმაროთ. ჩემი დახმარება ერთი რისი შეგეძლიათ აქ დაათვალიერეთ მეუბარი ადგილი და სროლელის ნებისმიერი სამხელი უნდა ვიპოვოთ რა. კაი, ერთი აბა აქ ნახოთ ეს რა არის? ეს რა არის? ტყვის მასრები არის აგერ. აი ძმა ვაგერ ერთი ეს ტყვის მასრა არის. ამოღებულია როგორც სამხილი. კარგია, მომწონს თქვენი მუშაობა. კიდე რა შეიძლება რომ იყოს სამხილი ეს ბოთლი რითი არის ეს ტიპი დაჭრილი, ჰა? არა, მომენტ ტყვი აქ მოხვედრილი. გაიწერე წამით მოვა რა. საგამოძიებო მოქმედებაში მიშლი ხელს. აქეთ არაფერი, აქეთ ეს ბოთლები ისე და წყრია. რა ჯანდაბა შეიძლება ვნახო აქ სამხილითო. დეტექტივი ის არის თუ მე რა ხდება თო? ტყვით არ შეგვიძლია მაგის გაგება? გაუფორმებელი არაღია. აუჩი. კაი, წავიდეთ. აქაც ისეთი არაფერი, სასწრაფოს მანქანა იმედი არ დგას ეთ. აქეთ ბიჭო ეს ბოთლი მხდება რაღაც ცუდა თვალში, მაგრამ ნაგავი ყრია აქეთ იქით და შეიძლება მაგის ბრალიც არის. ახლოდან ისროლეს აშკარად, მაგრამ რავი, კაროჩი რა. აქ ეს არ არის, გარეთ არაფერი. ვახ, ეს რა არის? ესეც სიგარეტის კოლოფი რა უნდა ვიპოვო აქ ბატონო დეტექტივო ერთი წამითო. ამ საგამოძიებო მოქმედებას მაშინ მეორე ვიდეოში გავაგრძელებ, იმიტომ როგორც ჩანს აქედან ძალიან დიდ კვალზე უნდა გავიდეთ. და ლაიქეთ ვიდეო, გამოვიწერეთ არხი და აუყვანთ ეს 10,000 ლაიქზე.